აი ესეთი გამოდის მეგობრებო ჩვენი ნაკეთობა. სადგამს როგორც ხედავთ. ესეთი არის ჩვენი სერბულიდანაც. ესე გამოიყურება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მუშავდება, ეს არ არის დასრულებული პროცესი. ტარი უნდა განამაზდეს. აქ ხაზები აქვს, ისინი უნდა მოშორდეს და რა თქმა უნდა შემდეგ გაილესოს. ასევე ამ სადგამთან ერთად სერბულდანაც დაუმზადება აუცილებლად ქარქაში. სადგამი დავამაგრეთ. დამაგრებული არის სჭვალებით, ანუ ეგრეთ წოდებული შურუფი. გახვრეტილი არის სჭვალის თავის დიამეტრზე და შემდეგ ორნახევლიანი ბურღით არის გახვრეტილი აი ეს სამაგრი და არის დაჭერილი სჭვალებით. სიმყარის გამო ეს არ არსებობს რომ მოძრეს. მე რა თქმა უნდა ცოტა წებოსაც ჩაუსხავ. აუცილებლად წებოს ჩაუსხავ აქ. და ეს ადგილი დაიფარება დერმანტინის მეორე მხრით. ანუ დერმანტინის მეორე მხარე აქვს შედარებით როგორ ვთქვა ასეთი რბილი. აი როგორც ხავერდი არის, ეგეთ ვარიანტი არის. და ხის წებოთი დაწებდება იდეალურად და შემდეგ შემოიჭრება გარშემო. ესეთი გამოვიდა მეგობრებო საბოლოოდ ჩვენი ნაკეთობა. ქარქაში ესეთი არის იტალიური ტყავი, ვეჯი. ესეთი ლამაზი ტარი, აკრილი პლუს ჟიათის პიპი და მოზაიკური მოქნონები, ბოდიში მოზაიკური პინები. დაშავებული არის აზოტ მჟავაში. ჩასადები არის კაკალი. ჩემი აზრით გონი ძალიან ლამაზი გამოვიდა. ქვემოთ როგორც აღნიშნე არის დერმანტინი და ესეთი რა ვიცი რა დავარქვი აღარ მახსოვს. მოკლედ რბილი დასადებით რა.
ასეთი ვიზუალი აქვს საბოლოოდ ჩვენს სერბულ დანას. ხარკაშიც გაჩვენებთ. მოკლედ ეს ხო მეგობრებო ჩვენი სერბული დანა. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვაკეთებდი ამ დანას. აბა წარმატებები თქვენს უყვარს.